Firpaso მეგობრებო, სამშვენი გადაცემის სტუმარი გიორგი მარგველაშვილი. მოგესალმებით ბატონ პრეზიდენტო. მოგესალმებით. მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. რა თქმა უნდა წელი მთავრდება და წლის შეჯამება პრეზიდენტზე კარგად მე მგონი არავის არ შეუძლია. იმიტომ რომ მე ზოგადად პრეზიდენტებზე მუშაობ, იმიტომ რომ მაღალი რანგის სტუმრები მიყვარს სპეციფიკა. ხო. დიდი აუდიტორია ყავს ფაქტიურად რა პრეზიდენტებზე მუშაობ. მხოლოდ პრეზიდენტებზე და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. მეტი რა გინდა ესე იგი ვიზუალს არ უჩივი შენ გადაცემებში ფაქტიურად ეგრე გამოდის ხო? არაჩვენად გამოიყურებით. მინდა გითხრათ, ცოტა წონაშიც ამბავია, ხო? კი ბატონო. ჰაბიტუსი მომწონს. თქვენი ჰაბიტუსი არის, აი არაჩვეულებრივი ჰაბიტუსი გაქვთ. როდესაც ეს მომენტი მოხდა ჩემ ცხოვრებაში, მაშინ ბევრად უფრო კარგად გამოვიყურებოდი. უფრო კაი ჰაბიტუსი კი ბატონო, აი 2013-ში ვიყავი აი პიკში რა. და შესაბამისად მოხდა ის რაც უნდა მოხდარიყო, ჰაბიტუსიდან გამომდინარე. ჰაბიტუსი და ხასიათი ყოველთვის ერთად არ მიდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა. ხო, ეს ნიშნავს რომ თლათ ჰაბიტუსზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული, იმიტომ რომ სხვა ფაქტორებიც არის, ხასიათია გასათვალისწინებელი, რომ არ გამოვლინდეს. მარტო ჰაბიტუსი არა, მაგრამ ჰაბიტუსზე დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. თუ იმეს კაი ჰაბიტუსი აქვს ქვეყანაში, ყველა კარგად არის. ამ ქვეყანაში ხო ძირითადად ყველა კარგად არის. ყველა კარგად არის კი. იცი რა უნდა გითხოთ ახლა აი პრეზიდენტობის დროს, ხო? რამდენად გამოგადგათ თქვენი განათლება? აი ვიცი რა, რატო გეცინებოდ რა არის სასაცილოს ვამბობ, რამდენს ჩვეულებრივი კითხვა არის ჩამოყალიბებული? ნუ მე ვარ ფილოსოფიის დოქტორი, ხო. 2 მონოგრაფიის ავტორი, მაგრამ აი ფილოსოფიაში. და ნუ ბევრი სტატიის, მაგრამ რა მინდა გითხრა, იცი რომ რეალურად როგორც პრეზიდენტს ეს არაფერში არ გჭირდება მართლა. ხო. იმიტომ რომ როდესაც ხდები პრეზიდენტი, ავტომატურად შენს ირგვლივ თავს იყრის ყველაზე ჭკვიანი ტიპები. ნუ ეხლა როდესაც დაუშვათ გაქვს რაღაცა საკითხის განხილვა, ხო? იგზის ნომერ პირველი იურისტი, რომელიც რჩევას მოგცემს იურიდიულ დარგში, იგზის ეკონომისტი ნომერ პირველი, იგზის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, პოლიტიკის ექსპერტი და ეხლა წარმოიდგინე რა, ჩემი განათლება იმაში მეხმარებოდა, რომ მათთვის ხელი არ შემეშალა არაფერში და ვიცოდი რომ მათ ჩემზე მეტი ესმის. ხო. აი ეგ განცდა რომ შენზე ჭკვიანი ადამიანები არსებობენ, ეგ არის პრინციპში ძირითადში რაც მივიღე ჩემი ამ გამოცდილების შედეგად რა და აბსოლუტურად საუკეთესოები იყვნენ, მართლა გამორჩეული იყო ის გუნდი, რომელთანაც მუშაობდი. ერთადერთი რა პრობლემა ჰქონდათ, იცი რომ რადგან ყველანი იყვნენ ხუთოსნები და მედალოსნები და რაღაცა 5 დიპლომი ჰქონდათ, ჟურნალისტებთან რომ გადიოდნენ, არ იცოდნენ რომ ეთქვათ არა. ანუ პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი თემა არის რომ შენ რაც არ გინდა, არ თქვა. ხო. და შეძლო რაღაცა სხვანაირი პოზიციის დაფიქსირება. არ უთხრა ესა, უთხარი რომ არ იცი და ამ ადამიანმა არ იციან როგორ თქვა რომ არ იცი, იმიტომ თელი ცხოვრება ყველაფერზე პასუხია. და აი ხო გაკვეთილი ხო ხუთიანზე კიდე ქვევით რომ წვრილი შრიფტით რო იყო კლას გარეშე საკითხავ, ისიც საკითხულია. ხო, აი ფილოსოფოსმა პირველ რიგში ხო მოდი ჩემი პროფესია როგორ არის, ხო? მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი, ასე დაიწყო ფილოსოფია, გესმის? აი მე რო ეგ დავიწყე, ეგრევე გავაგზელე და ამათ კითხეთ, ამათ იციან, მაგრამ ამათაც ვერ უშობოდი. კაია. ერთი ცოტა ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ რა, რომ რადგანაც ახლა პრეზიდენტი ვიყავით, აი გლობალური ომის პარტია, რას ნიშნავს? ანუ საიდან იქმნება ესეთი სიტყვები რა, ანუ ხო, მან სხვადასხვა თეორიებია ვინკლით, ნუ ხა ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ მე Google-ავ იმას შევები და არ არსებობს. ნუ კაი, მე პოლიტიკას ვასწავლი და საქმის კურსში ვარ ამ ტერმინების, მაგრამ ხო შეიძლება გამომრჩეს რაღაცა, ანუ რჩევლები ხო აღარ აქვს. მარტო. მე და Google-ი ეულად დარჩენილები ვარ და Google-ს ვეკითხები და ნუ ბუნებაში არ არსებობს გლობალური ომის პარტია. მოიცა კიდე რა იყო
ლიბერალური ფაშიზმი. ხო. ნუ აი რაღაც ერთმანეთის და ფიქრობდი ამაზე და იცი რა გამახსენდა? აი ბიძინა არის ესეთი ტიპი ივანიშვილი რა რომ აი რო გესაუბრება ჩვენ როცა გქონდა ურთიერთობა რაღაცაზე გეტყვის უცებ რომ იცი რა მე ეგეთ რაღაცას ვეძახი მაგალითად ფშატა ან რაღაცა მაგალითად ხაჭაპურის ჭადის ფქვილის გამომცხობლები ანუ რაღაცა ახალ ტერმინებს იგონებს გესმის და მე მაგას ვეძახი რო გეტყვის მე ალბათ მეორეჯერ რო გეტყვის ეგ ჭადის ფქვილის გამომცხობელია უნდა იცოდე რაზე არის ლაპარაკი და ამან დაარქვა ოღონდ ხშირად ამან დაარქვა და უნდა იცოდეს ხოდა ამან დაარქვა რა ბიჭო ვეფხის ტყავსანი ისე დაიწერა რომ ახალი სიტყვა არ გამოუგონიათ ხო შეფეთო იყო არა აცა დავითიანი დავით გურამიშვილი სულხან-საბამ ვაფშე აიღო ლექსიკონი დაწერა და არც ერთი არ ჩაუწერია რომ აი ხა მე მოვიგონე რაღაცა რაღაც სიტყვა მოვიგონე ხო და აქამდე თუ მოვედით რაღაცნაირად მთელი თავისი მისი რა ქვია გველის ჭამელით და ბახტრიონით შენ რატო იგონებ დღეში 5 სიტყვას და ჩემი ვერსიაა რომ მიძინა მოიგონა რა ეს სიტყვები გლობალური ომის მისი მოგონილია ხო გლობალური ომის პარტია ხო და რა ვიფიქრე იცი ესენი დაახლოებით რომ აგიწერო როგორ არის იცი Men in Black ნანახი გაქვს კი ყველასერი ხო იქ რო აღებს იმ სეიფს თუ რაღაცა იმის რკინის კარებს რო აღებს ის პატარა ტიპები რო შედან იქ რო უყურებენ ესეთი რო უყურებენ ესე და ამას რო იქ დარჩა საათი და ამ საათის ინსტრუქცია არის ამათვის ბიბლია რა 10 მცნება ის საათის ინსტრუქცია ესე უყურებენ და მე რაღაცაზე ეკითხებიან რომ აი ეს ამასთან არ მოდის და როგორ გადაგვიწყვიტავ ამ პრობლემას და ესე უნება და მე ჩაკეტავს და ისინი გაგძელებენ ცხოვრებას რა და ამაზე გააყო და გლობალური ომის პარტია და დახურა შეიძლება ვიღაცას რაღაცას ელაპარაკი ან გააყო და ფაშისტი ლიბერალები დახურა ესენი მე რა გააკეთონ ესენი აგძელებენ ფაშისტი ლიბერალები და ამ მდგომარეობაში არიან რაღაც თავიანთი ცხოვრები ცხოვრობენ ხო რაღაც ვიღაცას ებძვიან ვიღაცას აკრიტიკებენ რავი ძალიან თავისუფლად ისე საინტერესო ცხოვრობენ და ისე საინტერესოდ აკრიტიკებენ რომ ყურადღებას იწვევს ხოლმე რა რაღაცა კი მე თავისი ვერსიები აქვს მაგალითად აი ლარის კურსზე უცნაური ვერსია და ლარის კურსზე კომენტარები ხო ამას წინათ რა ვნახე იცი რომელიც მაგალითად მე მგონი საერთოდ რა არ ვიცი მაგალითადობის მაგ და აღარავინ აღარ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოვიდა ერთ-ერთი და მომიტინგეებსო ჩამოვართვითო პიროტექნიკაო ხო რის შედეგადაცო სიტუაცია დამშვიდა და ლარის კურსი დასტაბილურდა ეხლა დითხარი აი იმ ეხლა შენთვის უცნაურია ხო შენი პოზიციიდან რო უყურებ მაგრამ იმ პატარა ტიპების გადმოსახედიდან რო შეხედო ხო იმათ უთხრეს რომ პიროტექნიკას აკძალეს პიროტექნიკა ლარის კურსი დასტაბილურდა აი რაღაცა არ ვიცი რამდენი რამე აკძალეს ნუ ეხლა ხო რომ უნდა გეგონოს რომ აი ესეც ხო საინტერესოა რომ გგონია რომ პოლიტიკური პროცესი შეიძლება დაარეგულირო პირბადის აკძალვით ხო არა ნუ მაგრამ იქედან ეგრე ჩანს იმიტომ რომ იქ ხო იმათ აკძალეს ხო ინახე რა გაუქენით ლარი ნახე რაც ხო პიროტექნიკა ამოვიღეთ ლარი ზიპინზე არის რა დოლარს რა ეშველება მითხარი ვერ გძალავენ ეგენი ბანდა ვერა ხო აი პიროტექნიკის აკძალვა ხო ნუ გასაგებია მე უბრალოდ მაინტერესებს ახალი წლის ღამეს წესით სიჩუმე უნდა იყოს ხო რაღაცა 12 საათი ხო ესეთი იქნება მე კი მიყვარს სიჩუმე მაგრამ ნუ რა ვეა თუ ვინმე მეს მაშხალა გაისრულო უეჭველი ქოცი კი მაგათ ურიგებენ მაგათვი შეიძლება ისინი აქციაზე არ გამართულებით ისვრიან გესმის და ისე რომ ლარს არ ხვდება თან კაი პირბადების აკძალვა აი დადებითი მხარე როგორ შეიძლება დაინახო პირბადის აკძალვაში ახლა ძალიან ბუნებრივ ლოგიკას ხედავ მე იმიტომ რომ კიდე მოდი აი ხო აი სხვა პოზიციიდან შეხედე წარმოგიდგენი ახლა რა პირბადე რატო აიგძალა ხო სახელმწიფომ საგანგებო შესყიდვების გააფორმა შეიძლება ეს რაღაცა გაზი გაწვრთნა ის ადამიანი ვინც ეს უნდა ისროლოს ხო გაზის კაფსულა ხო ეს გაზის კაფსულა გავარდა და შენ იქ დგეხარ და ამას არ სულთქავ პირბადით ხო პირბადის არა ეს გაზს არ სულთქავ იმიტომ პირბადე
არა და წესით იმდენი ისროლა ეს არ არის ფლანგვა სახელმწიფო ბიუჯეტის? იმიტომ გესროლა რომ იმიტომ გესროლა რომ შენ ეს შეისუნთქო და შენ ამ დროს ესე იგი ესე თავხედურად აი ამ მილიონობით ლარს რომ ქუჩაში იყრება და არავინ ამას არ სუნთქავს არა და ზრუნავენ ეს ხალხი სახელმწიფოზე და ამიტომაც შენ არა გაქვს უფლება არ შეისუნთქო სახელმწიფოს მიერ შენთვის გამოსროლი გაზი. ამიტომაც სწორია რომ არა გაქვს უფლება მირონ. აი ანუ რა ჩვენ ახლა ხო ესე სახელმწიფოებრივად ესე არის აზროვნება და ეხლა შენ თუ რაღაცა შენი პირადი გადმოსახედიდან უყურებ მე არ ვიცი რა. იცი რა უნდა გითხოთ აი ეს საპროტესტო აქციაზე როგორი ტიპის ადამიანები დგანან ანუ მაინც თქვენი ეს ხო აბსოლუტურად განსხვავებული საპროტესტო აქციებია. ნუ ესეთი მე რა ვიცი ისტორიაში არ მახსოვს. კი, იცი როგორი ამაღელვებელია ჩემთვის ამის. იცი რა. ხო, აი დილას რო უსმენ ხოლმე აი ნიუსებს ვინ დააპატიმრეს, ხო? ხო. აცა ჰარვარდიდან ჩამოსული რაღაცა ასტროფიზიკის სპეციალისტი. მე რაღაცა მედიცინაში რაღაცა ახალი მეთოდის გამომგონებელი. რაღაცა გამოჩენილი რაღაცა მსახიობი. ამ ესეთ ტიპებს რო აპატიმრებს სულ. რაღაცა ასტროფიზიკოსი, კვანტური ფიზიკის სპეციალისტი, ისეთ შთაბეჭდილება. მე ესენი ხო გამოდიან და ამბობენ რომ იცით რა, არაფერი არ მითხრა და ეგრევე თავს დამესხა. ხო, პოლიცია. და მე სულ ფიქრობ რა უნდა გითხრას გამაგებინე. აი ამ შენთვის ავტორიტეტი ალბერტ ეინშტეინი და ნიკოლაი ტესლა, ხო? ამისთვის ავტორიტეტი ხარებაა. აი რანაირად დაამყაროს შენთან ურთიერთობა. აი რაზე შეგიძლია დაელაპარაკო მომიყევი. რაღაცა უნდა კვანტურ ფიზიკაზე გინდა რომ გაესწავლო. არ იცის რაზე და გეურთიერთება როგორც იცის, ნუ. აი იმ პლაკატების მერე. ხო. აი მარში. ომაროვის და ვეკუელების ის რო იყო, მარში რო იყო. აი იმ პლაკატს რო დაინახა. ეგ მაგარი ვარ. ფესვი სიგმა რაღაციდან პუტინ აი მე რო ხარ სპეციალისტი რა უნდა გააკეთო მითხარი უნდა მიხვიდე და კითხო რომ ეს რა სიყვარული ბრუნვადია და თანაც თან იმ ფორმულებს რო უყურებ მე თვითონ ვიგროვდები რა უნდა რა წერია ვერბრაზდები და ვერიგებენ ვერბრაზდება პოლიციები და ვერიგებს დაწერიან აი იქ საოცარი იყო მართლა საინტერესო იყო პროგრამისტების მარში პროგრამისტებიც ხო აი კომპიუტერ პროგრამებს უწერენ მაგათ ქონდათ კიდე საოცარი რაღაცა კიდე უარეს ის საერთოდ გაუგებრობა იყო მაგრამ ის ვერ გაიგეს კომაროველებმაც საპასუხოა კონტრაქცია მოუწყეს ჯერ ვერ გაიგეს რა ეწერა იმიტომ არ გაულიეთ ეგ პროგრამა ხო თან ის კითხვა მინდოდა ანუ ტრამპთან დაკავშირებით ხო რადგანაც ხო ტრამპიც მაგ ისტორიის ნაწილია რა ხო მაგ ისტორიის ნაწილია რომ თავიდან ხო ელოდებოდნენ რომ აი ტრამპი და მისტერ ტრამპ აბა თქვენ იცით და ხო სულიად ხო და მე ეხლა რომ აი იცი რა არის ხა ვერ გაუკაჩა ეს არ იქნება მაგრამ თათასეც არ იქნება ვერ გაუკაჩა ტრამპა ვერ გაუკაჩა იმიტომ რომ ამბობენ უკვე რომ თლათ ისეთი მაგარი არ ყოფილაო ოღონდ მე მგონია საერთოდ რაღაცა პრეზიდენტების მიმართ მე სხვათა შორის ინაუგურაციამდე დამეძაბა ურთიერთობა ივანიშვილთან ხო და ტრამპსაც ეგრე ზუსტად რა მაგასაც ეგრე და ჯერ არა აქვს ინაუგურაცია და უკვე რაღაცეები არ მოსწონს ფშატაფშუტა აღმოჩნდა ეგში მე რომ მაგას ფშატაფშუტა ჟღალი მიმინო ანუ რას მოელოდნენ ვერ გავიგე რას იზავდა ტრამპი აი წარმოუდგენელი აი მართლა რაღაცა შეჯამება არის რომ აი წეროები მოფრინავენ ააფეთქეთ ხიდები აი დაახლოებით ეგეთი ლოგიკა რა საით მიდიან რას ეძებენ რა უნდა გაეკეთებინა ტრამპს 20-ში არ ვიცი ბარა რა არის იცი ეს საიდან დაეჭდნენ რომ ტრამპი თლათ ესე ამბავი არის იმიტომ გომელაურიო დაასანქცირეს მან ახო მაგაზე ხო გომელაური გაფ დაასანქცირეს და მაგაზე პაუზა იყო მაგაზე იყო დიდი ხალისი და სიხარული ჩემთან სახლში რატო დედაჩემი გომელაურია და შეგვჭამა მარგველაშვილები
აი, აროჩი მთელი ხო და მამაჩემის გვარზე ხო არა გადასული გომელაურად დარჩა ხო, იმიტომ რომ და ეს მთელი ცხოვრება გომელაურში ყველა ხმოვანი არის ამ გვარში. გომელაურები რაღაცა ამაყიდა და მეც და მამაჩემის და ნუ არა და აი გაგვიშრო სისხლი და ეხლა ვართ როგორ იცი რომ ერთადერთი ქართველი ხარ რომელიც შესული ხარ მაგნიტსკის სიაში გილოცა ეხლა უნდა მამაჩემის გვარზე გადასვლა მაგრამ კიდე ერთი კითხვა მაქვს აი შიშები ხო შიშები აი ხო არის რა ეხლა ქართული ოცნება ყოველთვის ესე მთელი ეს თავისი ამბავი აწყო შიშებზე რა აი ომის შიში და ნუ შემდეგი ეს ძალიან უცნაური შიში რომელიც ჩემს ამოუცნობია ეს არის გათხოვების შიში კაცების ხო კაცების გათხოვების შიში აი თქვენი შეხედულება როგორია აი ეს შიში როგორ შეიძლება რომ დავძლიოთ მამაკაცებმა როგორ დავძლიოთ მამაკაცებმა ჩვენ თავში ხო ხო ჩვენ თავში როგორ ჩავკლათ ეს შიში აი ეს მაინტერესებს ცია შიში თუ გაქვს მე მგონი ვეღარც ჩაკლავ უკვე მაგრამ ხო აი ნახე მე მართლა მან არ მესმის იმდენი ჯერ ამაზე მქონია აი ცდელობა რომ გავიგო აი რატო უნდა გეშინოდეს შენ ამ მიმართულებით რატო უნდა გქონდეს შიში ხო ანუ მე რატო უნდა მქონდეს შიში თუ ორ ადამიანს ერთის ქესისას ქალი იქნება თუ კაცი უყვათ ერთმანეთი ხო ხო ნუ თუ ის ქალი არ მიყვარს და ის ამ ქალს ის ქალი არ მართლობს თორე ნუ კაცებზე საერთოდ ხო რატო უნდა მეშინოდეს ნუ რა უყვარდეთ ერთმანეთს საერთოდ ვერ ხვდები ხო სავარაუდოდ ეს არის შიში იმ სურვილისა რომელიც არის შენში როცა გეშინია რაღაცა პროცენტად ხელი არ წაგიცდეს ან ფეხი არ წაგიცდეს შემთხვევით რავი რამე არ წაგიცდეს იმიტომ რომ აი წინამდელ შემთხვევაში რატო უნდა მეშინოდეს ხო თუ არა გაქვს აქეთკენ ასე ვთქვათ ამხელა ბრძოლა გიწევს ადამიანს ხო მე არ მიწევს არ ვიცი და ვისაც უწევს მოუწოდებ რომ ნუ ებძვის თავის თავს მე სხვა პრობლემა მაქვს ხო რა მაგიცი ჩემი პრობლემა მადრა არის რომ მე მყავს 4 ძრო 4 ძრო დუშეთში. ნუ საერთოდ ვაკეთებ რძეს, ყველს, მაწონს და 4 ძროხიდან მარტო 2 დამიმაკდა. 2 დამაკდა? და აი ის 2 არ ვიცი. არ მიეკარა ხარი ესე. მე არ ვიცი უკვე მან ხო ვერ მიხვდები, იმიტომ რომ ან ამათ აღარ უნდათ, ან იმათ არ შეუძლიათ, ან ეს 2 ერთად არის. ეს 2 ძროხა ერთად არის, რომელიც არ დამაკდა. აი რეალურად სადაც მაგ თემის მეშინია ეგ არის, იმიტომ რომ გამიბერწდება ეს ძროხა და მე გასაყიდი მექნება და. ონდ მართლა გეუბნები, აი მანდ მეშინია რა. იქედან არ შემოგვიტიონ გლობალური ომის პარტიამ ძროხებიდან თუ შემოგვიტია, ან ბუღებიდან. მე არის ცუდად. მე ნახე შენ. მე ნახე რომ არ მექნება არძე არ თქვა კარაკი არაფერი არ მექნება ვიქნები ესე ხო ერთი რადგანაც რამდენიმე დროში ახალი წელი თქვენი ახალი წელი როგორ იყო მე კлау აგზელებ სანტა კლაუსთან დაუღალავ ბრძოლას ანუ რატომ ანუ წლები ამ კითხვას ვსვავ არ მესმის რატომ უნდა დავხარჯო ფული ვუყიდო ჩემ შვილს საჩუქარი და მე მოვატყუო რომ ვიღაცა კაცმა ლაპლანდიიდან მოუტანა ეს გამაგებია. არ არის გიჟობა? არა ეს ხო უნდა ვაკეთო მეთოდურად, ხო? ხო. მეთოდურად ხო უნდა ვაკეთო ეს რა. აი მე ბოლო კაპიკით ავიღე წავედი ვიყიდე მერე მოვედი ეს უნდა დავმალო ნაძვის ქვეშ დავდო საერთოდ ამ ნაძვის ხეებსაც კაროჩე არ მესმის რასაკეთებენ ამ ჩემს სახში ირგვლივ ნაძვებში ვარ და კიდე სახში ნაძვი უნდა მქონდეს რატომღაც მართლა რომ ვეუბნები ამ ბავშვს წადი აქ ტყეში ხარ, ნაძვებში ხარ, ნაძვის ხე კი არა, ნაძვის ტყე გაქვს. ხო. და არა, ის სახში უნდა რომ ქონდეს ეს ნაძვის ხე და იმის ქვეშ უნდა რომ დაუდო ეს საჩუქარი და აბას ხო აკეთებ წლები. მე კი არ ვაკეთებ, მაგრამ ნუ ხომ აძალებს პროპაგანდა რომ ეს ვაკეთო. და მე ეს ბავშვი რო გაიზრდება შენ ეუნები რომ დედა და მამა ტყუილში გაცხოვრებდა მთელი ეს წლები და გატყუებდა რომ ეს მათი ნაყიდი არ არის. ხვის იმის მოტანილია. ხო. და ის კიდე უნდა გაბრაზდეს შენზე, ამდენი ფული უნდა დახარჯო, უნდა მოატყუო და მე ბოლოს გაბრაზდება რომ რატომ ატყუებდი რომ იყო თან მე ყველაზე საინტერესო ნაძვრის აწყობის
პროცესი. მე დაშალე, მე ეს წდება ეს ტოტები ცვივა. ტოტები ცვივა, ხო რა მათოსა მოგავა. ბავშვობაში ხო ის კიდე ესეთი კარგები არ იყო, ეს შუქები ესენი ერთმანეთს კონტაქტები იწოდა, ну რაღაც არ ვიცი. თუმცა ბავშვობაში ბევრად კაი ის მქონდა რა ეს სანტა კლაუსი არ იყო ძედმაროზი სნეგუროჩკა. ხო. სნეგუროჩკას ველოდებოდი. ლამაზი გოგო მოდიოდა. პოლუშუბკაში მინი. ხო. მოდიოდა ძედმაროზი ვისა შეაიჭა. იცი რა ხა პოლიტიკაში არ ისე აქტიური არ იყავით, მაგრამ ბოლო პერიოდში მაინც გამოჩა ბავშვები თომა თემო. ძალიან პოლიტიკაზე ამ ამბავს ეხლა იმიტომ რომ ქონდა პაუზა და უფრო მეტი დრო სახში არ თემო არიან განსაკუთრებით თემოა პოლიტიზირებული ყოველდღე რატომღაც იმაშება მე თემო გაიზარდა გოგი წულაიას ესთეტიკაზე და სუესე ლაპარაკო დროშა ვერ დაკი აი გარი და დროშა ვერ დაკიდეს უსმენს და ხო შენი გაფუჭებულები არის ეს ბავშვები ხო ვიცი ხო მაინც ბოლოსკენ ზოგადად ჩვენი ყველა სტუმრობას ვამთავრებთ ერთი ფრაზით წვერის გაპარსვას ხომ არ აფიქრებთ იმიტომ რომ ყოველ წელს ვახსენებთ რომ წვერთა წვერის გაიპარსავთ ესე იგი პოლიტიკაში მოდიხართ ანუ სრულიად ანუ ეხლა კი იყავით ჩართული მაგრამ დამჭერი ჩართული იმიტომ რომ ამას ვერ გამოვაკლდებოდი მე ამ პროცესს ვერანაირად იმიტომ რომ ეს იყო მართლა როგორც მე გამოჩნდა ეს იყო ბრძოლა და სწორედ ეს არის ბრძოლა საქართველოსათვის და იცი არასდროს ასეთი ძალიან მტკიცედ იმედიანი არ ყოფილვარ ხო ანუ თვლით რომ ყველაფერი მიდის იმისკენ რომ რაღაც შეიძლება ქვეყანაში. კი, აუცილებლად ანუ ამ ჯინის უკან შეტრიალება შეუძლებელია. ეს უკვე დამდგარი ფაქტია, უბრალოდ როგორ გაიაზრებს და რამდენ ხანში გაიაზრებს ამას ხელისუფლება და რამდენად ნაკლებად დააზარალებს პროცესს, ეს სხვა თემაა, მაგრამ კიდე რა მაქვს, იცი, რომ მიხარია და მიუხედავად იმისა რომ ეს რთული დღეებია აი ეს ყოველი დღე მიხარია იმიტომ რომ ეს უბრალოდ რაღაცა პროცესი იქეთ კი არ მიდის რომ შეიცვალოს არამედ ეს არის ზრდის პროცესი აი მართლა რაზეც დღეს ხუმრობდით ხო ეს გამოდიან სხვადასხვა ერთობის ადამიანები და აფიქსირებენ თავის სიამაყეს თავის სამშობლოთი აი ეს ადამიანები ვინც თავის თავზე აი ეს ტვირთი იწვნია წამების და დარბევის არიან გაუმტყდარები და სულ უფრო მეტად ახტაცებული არის საზოგადოება ამ ყველაფრით და აი ყოველი დღე ახალის მომტანია და ახალი სიამაყის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ რომ ეს პროცესი გაზრდის ძალიან ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ სახელმწიფოებრიობას. ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მოხვედით ჩვენთან და ბოლოსკენ თომას და თემოსთვის მაგ ძალიან კარგი საჩუქარი. ჩვენი პარტნიორი კომპანია სანდომისგან აი ესეთი საახალწლოდ ორი ცალი გოზინაყი, უარი ჩხუბონ ეს ერთი თომას ხო ერთი თემოს და დიდი მადლობა. გოზინაყი ხო არ არის აკძალული? არა, გოზინაყის თუ არ ისვრი. თუ არ ისვრი მიმართულებით, რომელი მიმართულებით აკრძალული არ არის. დიდი მადლობა. წარმატებები ბატონ გიორგი. და გილოცავთ მომავალ ახალ წელს, ძალიან ბედნიერი წელი იქნება და ძალიან კარგი წელი. თქვენს ყველას გილოცავთ. იმედია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო ბატონ გიორგი მარგველაშვილი. With his hat upon my head and his suit of Christmas bread, I could be Santa Claus. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.